ჩვეულებრივი დღე იწყება ყოველთვის თითქმის ერთნაირად. დილით დგები რვის ნახევარზე, ვამზადებ საუზმეს ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ვილაგებ პირუტყვს, შემდეგ მივდივარ სკოლაში, ჩვეულებრივად სასწავლო პროცესი, ღონისძიება იქნება, გაკვეთილები იქნება, რაც დაკავშირებული არის ჩვეულებრივ სასკოლო ცხოვრებასთან. დაახლოებით 4 საათისათვის ბრუნდები ისე ოჯახში და ვაგრძელებ ჩვეულებრივ საოჯახო საქმეებში მონაწილეობას. გააჩნია წელიწადის რომელი დროა, თუ ზამთარია, რომ სუბუქად ვართ, სამუშაოები ნაკლებია, მხოლოდ ოჯახური საქმეები გვაქვს. თუ გაზაფხული და შემოდგომაა, შესაბამისად ყანაში, ბოსტანში, ჩვეულებრივად სოფელში რა შეიძლება მოვიყვანოთ, მუშაობთ, ასე გაზაფხულზე ვთესავთ, ზაფხულში კიდე წყავთ, ვუვლით, შემოდგომაზე ვიღებთ ჩვეულებრივად მოსავალს. ამ სამუშაოში მეხმარებიან ოჯახის წევრები. სოფელში დღეისათვის იმდენად მძიმე მდგომარეობა აღარ არის, ამდენადაც ადრე იყო. თითქმის ყველა ოჯახის ქალი თავისუფალია, როგორც თავისი აზრის გამოთქმის, ასევე ქცევის მიმართ, მაგრამ არის გარკვეული სირთულეები, რომელიც უქმნის ქალებს საზოგადოებასთან გამოსვლაში. თქვათ, არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სადმე თავშეყრის ადგილას გამოთქვან თავიანთი აზრი, ან გაერთონ, ან მოაწყონ რაღაც შეხვედრები. ამაში ხელს უსწრის როგორც მატერიალური მდგომარეობა, ასევე შეიძლება გქონდეთ ოჯახური მდგომარეობა. ძალიან ნაკლებია ქალთა დასაქმება და საერთოდ დასაქმების პრობლემა მთელ საქართველოში, არა მარტო ჩვენ სოფელში. და საერთოდ მიგრაცია ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან და შესაბამისად ძირითადად ჩემი ასაკის ქალებია უკვე დარჩენილი სოფელში, რადგან ჩვენმა შვილებმა თავიანთი ოჯახები ყველა სხვაგან მოიწყო იმის გამო, რომ სოფელში აღარ არის შემოსავალი, შესაბამისად შეიძლება თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ძალიან ცუდი მდგომარეობა ექნება სოფელში მიგრაციის მხრივ. ერთადერთი დასაქმებული ადგილი დღეს სოფელში შეიძლება ჩავთვალოთ არის სკოლა, მაგრამ იმასაც ემუქრება დახურვა იმის გამო, რომ ახალგაზრდები აღარ არიან სოფელში და შესაბამისად ბავშვების ნაკლებობა. თუ ადრე ჩვენ დროს მაგალითად უფროსები ნებას არ აძლევდნენ ახალგაზრდებს, რომ წასულიყვნენ სოფელში და ეტოვებინათ სოფელი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო თანაცხოვრება უფროსებსა და უმცროსებს შორის. დღეს ასეთი აღარაა. ყველა ცდილობს, რომ გაუშვა შვილი იქ, სადაც უკეთესი პირობები და უკეთესი ცხოვრება ექნება. დედას ვეხმარების საგარეო საქმეებში, სიმინდის გათოხნა იქნება, კარტოფილის ამოღება, მწვანილების გასუფთავება, გაწმენდა, ასე შემდეგ მოყანის მოჩალვა, აღება, საშემოდგომო საქმეები, ხუმის ჩაწყობა, ხუმის მოყიფად შესაძლებელია. აქ მცხოვრები ქალები კი იზრუნავენ ბავშვების განათლებაზე, რადგან არ უნდათ როგორც მათ მდგომარეობაში არიან, ისე იყვნენ თავისი ბავშვებიც. მე კი ვფიქრობ, მინდა სწავლა. უფრო მიზიდავს სცენა. რადგან მაქვს მუსიკალური ნიჭი, როგორც ჩემს ოჯახს, ვერ ვახერხებ მუსიკალურ წრეებზე სიარულს, როგორც მინდა ჩემი მეგობრები, ჩემი სოფლიდან, რადგან ეს არის მოშორებული ჩვენი სახლიდან და ჩვენი სოფლიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, მაგრამ როგორ ეს არ ვიცი. ჩემი დედი ეს იყო, რომ ჩემი შვილებს უნდა ესწავლეს და ჩემსავით გოდორ მოკიდული არ უნდა ევლეს. ეს იყო ჩემი მთავარი ამოცანა. ყველა ადგილზე, ყველა ჩემი რაც ბაღჩამა ყველაფერში დავარგე თხილი. 2 ტონა მოვუკლიფე, ვინმე მარტივ თხილი. 3 ლარის წინ იმუშავნებოდა ამდენი და მიწყია საგერ სახში. ქათამის ყავს, როხაც ყავს. და მაგით ცხოვრობ. ყანა ბოსტანი მაქვს, გადახედე ჩემ ბაღჩაში, აფე ბაღჩამა. უწინდელი ბაზრობა იყო, ვიდექი და ვაჭრობდი, ასე ვეხმეწებოდი. ახლა ჩვენი თავრობამ ვაბარებთ და მოვალთ. იქ გადამყიდველებს. მე ასე დავიჯდე ვერ გუძრე.
ვიმუშავებ, ჯეში მიძლია, ავათ არ ვარ, რამე არა, ვიმუშავებ. აქ ვინმე არ არის. თბილისში წესულია და მუშაობენ კაცები, ქალები აქ თურქეთში არიან. რომ ამათ გახდე ვინმე ვერ მოაქვს შენთან. აი მოხუცებულები ესეც რომ ყველა მომდებით, აქ ვინმე არ დაჭირა. 19 წლის მერე ვზრუნავ ოჯახს, რაც შემოვედი ქმარის ოჯახში. მას მერე 12 წელი დედამთილთან მიმსახურე იქ ვიყავი. 12 წლის მერე გამომარიგე საგერს ჩემთვის დავიწყე ცხოვრება. ავაგე სახლი, გავზარდე 3 შვილი შრომაში, ხან ფერმაში ვიმუშავე, ხან ასე და მერე გოგო დავაოჯახე და 2 ბიჭი არ ყავს და ოჯახებული, მაგრამ მინდა რომ მალე დავაოჯახო. მე დილას ვდგები 5 საათზე. ვუშვებ შვილებს სამსახურში, მერე მივდივარ ძროხასთან, იმას ვკალიბობ, მოვდივარ, მერე ვილაგებ ფრინველებს. მერე კი საუზმეს ვამზადებ და ხევსობთ. რომ წევიხევსებთ, მერე მივდივარ ბოსტანში. ვიკავებ ხევში თოხს, მარგლივ თოხნი, რა ვიცი, მერე მოვდივარ დაღლილი ისევ სახში ვისვენებ და რა ვიცი და ასე. დავждეთ და თავი შევიკრიბოთ და ვიждეთ და ვიქეიფოთ, ვიმუსაიფოთ, არ გვაქვს ამის საშუალება. ნახდათ არ გვაქვს. ზოგი დაკავებულია ბევრი სამუშაოთია წასული ქალები, ვაჭრობენ ზოგი თურქეთში, ზოგი ბათუმში. ვინც რომ ვარ სოფელში, ყველანი შრომობთ მიწაზე და მოგვყავს ბოსტნეული, მანდარინის ბაღები გვაქვს, ხეხილი, მიგვაქვს ყიდი, ზოგ ცხოველები, გვყავს როხები, მწველი, რაცხა და ასე მიგვაქვს და მაგალითად მე ფერმა მინდა გავაშენო, მაღაზია მინდა გავაშენო, არა ამის საშუალება. წევიღო, მევიტანო გზაში აგერ ავტობუსი ჩვენ არ გვაქვს 9 კილომეტრებში და ჩახვიდე. წეიღო ტავარი გაყიდო, მეიტანო რომ ოჯახს უნდა ოჯახი ითხოვს ბევრ ამეს, კეთებას. გლეხს ოჯახში რა გიჭირს, ეს ასეთი არავის არ უკითხავს. არასდროს. ჩემს ახალგაზრდობაში უფრო სხვანაირი მენტალიტეტის ახალგაზრდობა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება იყო, უფრო ოჯახის უფროსების დამოკიდებულება. თავისუფლად არ უნდა წასულიყო, ქალიშვილი არ უნდა გასაერთნებულიყო, იყო ასეთი პერიოდებიც და მე ჩემთვის არ მქონდა ასეთი თავისუფალი ახალგაზრდობა მქონდა, თავისუფალი შვახნის წლები მქონდა და თავისუფალი სიბერისკენ მივდივარ. ყველა ცდილობს რომ შვილს ასწავლოს, ოღონდ ეხლა ეს სწავლა ფასიანია და ზოგს ხელმოკლებით, მაგრამ ძალიან ბევრი ცდილობს რომ ასწავლოს, გაყიდოს უკანასკნელი რაღაცა და ოღონდ შვილს მისცეს განათლება. ესეთები ძალიან ბევრი არიან. ეხლა უკვე მაინც ისეთი ტექნიკებია შემოსული რომ ბარი არავის აღარ უწევს თითქმის იმ ტრაქტორებით და იმით ხნავს ყველა. თითქმის გაიოლდა ქალების შრომაც, რო ვთქვათ. ახლა მე აქ ჩემს წირმაზე ახლომახლო არ აქვს დაძაბული ცხოვრება როგორ არა რომ უნდა იშრომოს რომ მოიწიოს, წაიღოს, გაყიდოს, შემოიტანოს, ასეთებიც ბევრი არიან. მიწაზე ფიზიკური მუშაობა მე არ მიწევს. ბრალად ახლა ბოსტანში, ბოსტნის საქმე ქალისთვის ვარა, ფიზიკურად დატვირთული სამუშაოები არა, ნამდვილად არ მაქვს. ქალაქში ახლა რომ ყოფილიყავი, უფრო ნახავდი კიდე სამსახურს და სოფლიდან ქალაქში სიარულ სამსახურიზე აღარც აზრი ქონდა და აღარც უკვე ხელი მეწყობოდა, მოხუცი დედამთილი მყავდა, მეუღლე მუშაობდა, ქალიშვილი რო გავათხოვე, ოჯახს უკვე ქალის ხელი სჭირდებოდა. და ამის ხულობისთვის აღარ გავსულა სამსახურში. მაგალითად ჩემი შვილს სურს შეიძინა ქალაქში ბინა და სულს თავისუფლად იცხოვროს. მე არ მაქვს ამასთან გართულება და მე როგორც ახლა სოფელში დაბადებული და სოფელში გაზრდილი, ალბათ სოფელშივე მოვდები. რაც სოფელთან დაკავშირებია, ყველანაირ საქმიანობაში ჩართული ვარ, ბაღჩა მაქვს, ბოსტანი მაქვს, კარტოფილი მომყავს და მყავს ოძახში ძროხები, ქათმები და რა ვიცი, სკოლის მერე ვცდილობ რომ ეს საქმიანობას გავაკეთო ამის გარეშე, ახლა სოფელში რა ხავმცხოვრობ, მინდა რომ სოფლის სიკეთით და რაღაცით რამდენადაც შევძლებ ვისარგებლო და ამ ყველაფრით დაკავებული ვარ და ეს არის ერთადერთი შეღავათი ის არის რომ ახლა სადაც არის ველოდებით რომ საზაფხულო საძოვრებზე საქონელი გაუშვა და ცოტა ისე თავისუფლად ვიყოთ და მარტო სოფლის მეურნეობაზე და სამსახურით ვიყო დაკავებული. სოფელში ცხოვრება ახლა ალბათ თვითონ ქალის ბუნებაზეც არის დამოკიდებული, მე სოფელში ცხოვრება ძალიან მომწონს და
ძალიან მიყვარს და ისე რომ რაღაცა უსაქმურად დავრჩე და ეს რაღაცა მზამზარეული მქონდეს, არა ჯანმრთელობა იყოს, შვიდობა იყოს და შეძლებისდაგვარად ყველაფერი საქმე გავაკეთოთ. ახლა გადაღლა და რაღაცა კია ცოტა ძნელია სოფელში ცხოვრება და რაღაცა, მაგრამ რა ვიცი თუ ნატურალური გინდა და ამას თავისთავად სხვრპლი აქვს და საქმე აქვს და რა ვიცი მე მგონია მე სულ ასე ვიძახი ჯანმრთელობა იყოს მერთო შემადლებია და საქმე გავაკეთებთ, მაგრამ რა თქმა უნდა პრობლემებიც არის. დასაქმების პრობლემა მაგალითად სოფელში ბევრი რამე შეიცვალა სასიკეთოდ, მადლობა ღმერთს სოფელში ბაღი გაკეთდა. დედებს მიჰყავთ შვილები, რამდენიმე ქალი დასაქმდა. ესეთი თაობა მოდიან გახსნილი, თავისუფალი, არჩევანისუფლებაც აქვენ, კარგადაც მსჯელობენ, ჩამოყალიბებულიც არიან და რა ვიცი, მე ძალიან მომწონს რომ ასეთი ახალგაზრდები არიან და მაღალ კლასებში განსაკუთრებით. ადრე უფრო ასე მეჩვენებოდა რომ დაბალ კლასებში აქ სკოლის იმით რომ თქვა მაგალითად დაბალ კლასებში რთული უფრო ადვილი იყო მუშაობა და ეხლა ისეთი კარგი ბავშვები მოდიან მაღალ კლასებში მაგალითად მე 11-12-ში დიდი სიხარულით და იმით შევდივარ, იმიტომ რომ ისეთი ბავშვები მოდიან რაღაცნაირად თავისუფალი და თავდაჯერებული და ადრე რომ გამოკვეთილი იყო ეს სოფლელი ეს ქალაქელიო, ეხლა ისეთი ბავშვები მოდიან რომ აღარ არის ისეთი განსხვავება რომ რაღაცა თქვა რომ ეს სოფლიდან არის და ძალიან განსხვავდება. გაეთავობა მოდიან ძალიან, მე კმაყოფილი ვარ. ქალი ძლიერი პიროვნება არის და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისეთი საქმე გააკეთოს, ისეთი გაბედულება გამოაიღოვნოს და რაღაცა რომ არაფრით არ განსხვავდება მამაკაციდან და პირიქით. მის ატანა რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ახასიათებს და მით უმეტეს სოფელში არ ამგონია რომ ჩაითვალოს ქალი როგორც სუსტი ადამიანი. მით უმეტეს არის სოფელში ისეთი ოჯახები, სადაც ქალზეა ყველაფერი, არის ის მამაკაცის ის სამუშაო რომელსაც უნდა ასრულებდეს მამაკაცი, ასრულებენ ქალები, იმის გამო რომ მამაკაცები წასული არიან სადღაც სამუშაოს საძებრად და ამიტომ ახლა ამინდის მიხედვით ხდება სოფელში სოფლის მეურნეობის წარმოება, ამიტომ იძულებულია ქალი არ დაელოდოს, შეიძლება ვერ დაელოდოს ისეთი სიტუაცია იყოს, ამიტომ მისი შესრულება უწევს ქალს. შესაბამისად არ ვიცი, მე ნამდვილად არ ვთვლი რომ ქალი არის სუსტი არსება. უკვე თითქმის უთანაბრდება და პირიქით შეიძლება უფრო მეტიც იდგეს მამაკაცზე მაღლა. იგი თუ გარეთ იმუშავებს და მიწას დაამუშავებს და მოთოხნეს და კიდე სახის საქმეს გაკეთებს, უკვე ძლიერია ის. არ ვარ სუსტი არსება.